იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ სამართალდამცავმა ორგანოების წარმომადგენლებმა გაგაჩერეს ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის გახსოვდეთ თქვენი უფლებები. პირველი ეს უფლება არის, რომ აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა წარგიდგინოთ თავიანთი, უნდა გაგაცნოთ ვინ არიან და საიდან არიან, ასევე უნდა გაგაცნოთ კანონიერი საფუძველი, რის გამოც ხდება თქვენი ჩხრეკვა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჩხრეკვა არ ხდება გადაუდებელი აუცილებლობით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ორი მოწმე, რომელიც ასევე დაესწრება თქვენ ჩხრეკვას და ასეთი მოწმის არარსებობის შემთხვევაში უნდა დაელოდონ, ვიდრე მოწმე გამოჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ჩხრეკა ჩაითვლება უკანონოდ წარმოებულ ჩხრეკად. ასევე თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ადვოკატი და უნდა დაელოდოს სამართალდამცავი ორგანოები თქვენ ადვოკატთან დაკავშირებას, თუ კი ეს არ ეხება გადაუდებელ აუცილებლობას. იმ შემთხვევაში თქვენ თუ კი არ ეთანხმებით ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავების მიერ შედგენილ ოქმს, თქვენ შეგიძლიათ რომ ამ ოქმზე არ მოაწეროთ ხელი და დამატებით თქვენ შენიშვნაში მიუთითოთ ხელის არ მოწერის მიზეზი და მიუთითოთ ის, რატომ არ ეთანხმებით სამართალდამცავი უწყებების მიერ შედგენილ ოქმს. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ფიზიკური ძალის გამოყენებით სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ასევე უნდა იცოდეთ თქვენი კანონიერი უფლებები იმისთვის, რომ იყოთ დაცული.